აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძეს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშნვა მიულოცა და დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთობის გაძლიერების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ ზურა პატარაძესთან. წარმატებები უსურვე, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო, აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა. ჩვენ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, მქონდა შესაძლებლობა გვემხრელა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რაც დაკავშირებული არის იძულებით გადადგმულ პირებთან, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში. ასევე დღეს ჩვენ გვექნება პატივი ერთად დავესწროთ საქველმოქმედო ღონისძიებას, აფხაზეთობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც 2014 წელს დააარსა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.